კაი, ვიწყებთ. რიგით მეორე ეპიზოდი არის ვაკაჭი და ილო. ტრამპივით როებაზე რიგით მეორე ეპიზოდი არის აბასადორი. გამარჯობა მოგესალმებით. იგივე ვაკაჭი და ილო. რა ვახარ? შვენი რა. მეორე გადაცემა. მოვედი რა. აჰა. შერით მოხვედი, მოპედით მოხვედი, ხო? მე რამდენი ხანია სულ მოპედით დავდივარ რა, მოგივიდა შენ კიდე. 10 წელია თუ რამდენი ხანია? ხო, რაღაც 10 წელი, მაგრამ ნუ საშინელი საცობები იყო, მაგრამ გამოვძვერი რა, მაგრამ ერთი შემთხვევა მქონდა ეხლა დიღომში რომ მოვდიოდი, ნუ არ ვიცი ქერაზე კი არა მაქვს, მაგრამ ხო იცის ნუ რაღაც ლეგენდები როდესაც ცოტა ისეთ და ვიღაც გოგომ არ ვიცი რა მოვიდა თავში აზრად. აი ესე გაჩერებული მანქანები, აქეთიგე შუაში მინდა რომ გავძრე რა ესე რა. და აი როგორ რა გააკეთა იცი? არ ვიცი, ალბათ საბურავი დაეშვა თუ რაღაცა და აი უბრალოდ კარები იღება, ეს კარები და აი ესე საბურავს გახედა და აი მოტოციკლით კინაღამ პირში მივეციტო. აი შეიძლება ეგეთი რაღაცა? არ შეიძლება. მაგრამ ისე რა გინდა ეხა მოპედით რომ მოძრაობ ძალიან ეხა სერიოზულად. არა, ისე რა გინდა ეხა მოპედით რომ არა, ნერვების ეკონომია არ არის ეს. როგორ არ არის და დაძაბული ხარ და აი მანქანისგან განსხვავებით როგორი რაღაცა იცი? ანუ უფრო რთულია მაგას იძახი? აი ხო. ნერვების პონჩი ვიძახე საცობში ვარ უნდა იდგე იქ რომ ვიღაცა უნდა გაწიე მანქანა რა. ხო აი ეხა რაც მოგიყევი შეგონი ეს ტყილი იყო ეხა ცოტა უტრირება გავაკეთე მაგრამ ნუ აი ისეთ რაღაცეებს აი ყველას უნდა უყურო. აი მანქანა რო დგას აი საბურავი რო დაიძრება იმას უნდა უყურო დაიძრა თუ არა და აი რა ხდება ქალაქში არიცი რა. რთულია ნუ მოკლედ რა. მაგრამ ერთი კარგი რამე აქვს სადაც გინდა აპარკინგებ, უცბად გაძრები, გამოძრები, გამონაბოლქვი რო არის სუნთქო, წინ დგები შუქნიშანთან და ბევრი კაი რაღაცა ახლავს თან ცოტა სასხავ ბენზინს, ცოტა ხარჯავ და შარვალი ვიყიდე უკვე. რამდენი ხანია და 10 წელზე მეტია ხო? 10 წელზე მეტია. არა, ბავშვობაში ეხა მოტოციკლეტები რომ ყავდა და რაღაცეები ეგ რა ყავდა პირველი მოტოციკლეტი? პირველი იჟი იყო. იჟი. მე და ჩემმა ბიძაშვილი რაღაც დავითრიეთ, მე იავა დავითრიეთ, მე ის იავა იყო. ჩემი მაქსიმუმი სუ გასაკეთებელი იყო. ორლეონო კი იყო ძმაო, მე მანდბანაო მოტოციკლეტები არა ხო? როლიკებზე მდგარ ხარ? მაგრათა. ნე, მაგრამ გავარ როლიკებს. რატო სპარტსზე? არა, ძმაო, არა. რაღაცა ფეხბურთი, ფეხები, რაღაცა ძლიერი. ბიჭო, არა, ერთი რაც არის, მე ხო ვაფშე მაგარი უცნაური რამე ჭისა. წარმოიდგინე, მე ხო ტარება არ ვიცი. მამაჩემ არიცის. მამაჩემ არიცის. პაპაჩემიც არ ატარებდა და იმის წინ ახლა რაღაც ხენები იყო, ხა იმის წინ რაღა იყო, მაგრამ სამი თაობაა, რომელსაც შეეძლო მანქანაზე ტარებას. ხო, თქვენ მოგიკვდით. ხო და ან მაგრამ ეხა რო ტაქსით მოძრაობ. ეხა ტაქსით მოძრაობ. ხელი თაობა და სატო ფეხით მაგარს მოძრაობ. მაგერად მაგარი ჯამთელები ვარ. ხო, ბაბაშე, დედა შენი ეხა და არიცი. ჩემ მეგობარ არ ვიტყვი სახელს და გვარს და ეხა მაგაზე გავახსენდა რომ სადღაც არიან ნიტო აუზზე, ნიტო რაღაც პლაჟზე რა და ეს ჩემ მეგობარი ერთ-ერთი ამოვიდა წყლიდან რა. და ძალიან ბანჯგვნიანი, აი კარჩი ნაქსოვია ტიპი რა, პულავერი, აი ძუძუს თავებიც არა, აი მაგარი, აი აქედან, აი მაგარი პანჩარა. ბინგო ბონგო. აი ძალიან პანჩრიანია და ეს ერთი გოგო საკმაოდ ცნობილ ტიპებს ვეყვები და ესე ომნებდა ვაიმეო, ნუ პირობითად გიორგი რა. ვაიმეო, რა ბანჯგვლიანი ხარ და გახედა და აიღო მე კაცი ვარ რა მაგის მამა შენიც ეგეთი ბანჯგვლიანია და არა მამა ჩემი აბა დედა შენი ვისგან გაქვს? ვისგან გაქვს? აბა დედა შენი? ხო კაია დედა რო ყავს ეგეთი. კაროჩე ერთი პონტი რაც იყო, ანუ რაც პლუსი აქვს, ეხა იმაზე მაკედა რო გადმოვიდეთ ტრანსპორტზე, გამახსენდა შენი თიმოყვედი მე რომ მეკითხები ტაქსი და მაგას გიყვები ჯერით რომ მოვდიოდი რა შემხდა როგორი ტიპი იყო იცი ხო ზივა რაღაცებს უსმენ და ბიჭო რაღაცებს კიშკაობ რა ანუ გზაში ვიყიდე რაღაც ლავაში თუ რაღაცა მშია მაგრამ კიშკაობ და ბიჭო უყურებ ეხა ამ ტიპს და ზოგს არ სიამოვნებს რა ეხა მაგასთან რო ჭამ რა აქ მომიწყო ფეტი და რამე და ფიქრობდა ბიჭო რო ვაკვირდები ანუ რაღაცა დანევროზებული დადის რა ერთს კი ნაღამ შეეჯახა მანქანას გესმის და რაღაც დავიძაბე და მეთქი იქნება და არ სიამოვნებს ეხა ტიპს რო ჭამ და ვერ მეუნება და გამოიხატება ამ შინაგან დუღილში თუ რაღაცა რა და მეუნები რომ მეთქი ანუ ხო არ გიწდება არა ძმაო არ არის პრობლემა და მე დავუწყე ლაპარაკი რომ მეთქი აი რაღაცა თუ და გავანეიტრალო ტიპი იმიტომ რომ მართლა მეშინოდა შეჭმა ამ ჩეხა კი ნახავ და უფრო გაუძე თან ჭამდი თან ლაპარაკობი უფრო უზრდელი ისტორიკოსი გაიჩითა ისტორიკოსი გაიჩითა აქსისტი ხო
თუ ორი დიპლომის ვარიანტი. არა, იმენა, ხო და რომ მითხარ ისტორიკოსი, მაგას ბაზრობთ რაღაცებს და მთელ ერთს დაგვიდგინა, რომ მთელ ერთს გვაქვს რაღაცა არასრულფასოვნების კომპლექსი, მაგრამ აი მთელი გზაც, აი თან მაგრავი სიამოვნე, მაგრამ ზოგადად ტაქსისტებთან ურთიერთობა არის ცალკე რიტუალი. შენ არ გენატრება ეხლა რომ დადიხარ ამითი ტაქსისტებთან? არა, მე ერთხელ შემთხვევა მქონდა, ოღონდ რომელი პერიოდია, იცი, ვოლგები რო ტაქსები, ყვითელი ვოლგები რო დადიოდა და ლარი რო ღირდა, მანეთი იყო მაშინ და მოკლედ ტელევიზიაში მეჩქარდა არქივთან ვარ და იქიდან იქამდე რაღაც მეთქი და ვიღაც ბიძას ვაჩერებ. ზაფხულია და აი ეს ედუარდებია ცვია ეს ტოჟე ბანჯგლიანი ტიპი აი ეპოლეტები ვით ფანჩარი აქვს და დიდი მხრებით წელი ესეთი თავით გამომხედა და მეთქი ბიძა შემომეთქი ტელევიზიამდე მანეთად მიმიყვან მეთქი და გამომხედა უკვე რაზგარში ვარ რომ ცნობენ რა აი ბატონო შენო მაგარი ბიჭი ხარო შენ გენაცვალე რასაც ჩვენ დაჯაგაც უფასოდ მიგვიყარა ახული ინტონაციით დაუჯექი გამისწორდა ვაფშე უფასოდ მიგვიყარა რა მანეთი არა ის მაგრამ ვასე ვიყო რა ჩვენო რა აუ გიждები ჩვენ სულ ვიცინითო რაღაცა ის არ მომწონს უცბად ნუ დავფიქრდი ვინ დუტა ეგო როგორ თქვაო რაღაცეები მაგრამ ეგა ჩათლახი კაციო ეგ არის ნაბიჭვარი კაციო რაღაცა ოღონდ ტყს არ ამბობს მოიხდი აი მაგის დედა მოტყან რაღაც არ იგინება რა ეგა ნაძირალაო რაღაცა ბიჭო ეხა ძმაკაცზე ბაზრობს რა და მაგრამ გამიტყდა და ეს იაკტერიერი ძაღლები მიკი ძაღლები რო არის რა ხიო ეხა ამას რაღაც ვიბლატაო დამჭმუჭლის რა დედას მომიტყდა და ნუ იქ ტელევიზიასთან რომ მივედი გადმოვედი და ვიღაც ტიპები გააროჩე და უკვე დუხზე მოვედი და ეს გადაუგდე რა ეს მანეთიანი მეთქი თუ მეთქი ამხელად მამისტოლა კაცი ხარ მეთქი ქალებით ჭორაობ მეთქი რა და ადამიანს არ იცნობ მეთქი რა და მეთქი რამდენზე ლაპარაკობ მეთქი ეს მიუგდე ესე რა ეს ხურდა და გამომხედა ზარული მეტი და ეს შენ დედაც მოვტყან მეორე დუტაშიო მომაჯო ეგრე მივიში გავსკდი ციცილის ბიჭო არა როგორ პონტი იცი რომ მაგათ რატომ ევასები ანუ ტაქსისტები ისეთები ძალიან ესეთები ძალიან რა просто რატომ ევასები ციჩდომ მაგათ რომ აი მაგალითად რამე თუ გაინტერესებს ქალაქში რა ჯერ ტარება არიცი არა ერთი რომ ტარება არა ეგ მიწევს ერთი რომ მიწევს არა რატომაც მევასება არის რომ ტიპებთან თუ გინდა გაიგო აი ქალაქში რა ხდება ნებისმიერი ინფო იციან რაიმე სოციოლოგიური გამოკითხვები და რაღაცებს რო ატარებენ ყველაზე ჩემთვის თავარი სოციოლოგიური გამოკითხვარი ტაქსის მძღოლთან ბაზარი ძმაო აი ყველაფერი რა თემაც არ უნდა დაიწყო ყველა თემაში მოყვებიან თან ერთი რაღაცა აქვს რა მაგალითად რაღაცა პოლიტიკურ პონჩი რა ანუ ახლა არიცი სადახარა სატრიალე ხო არიცი ვისკენ ახარა რო გებაზრება კაროჩე რა ანუ ისე სტრაფაცვლიან პლასტინკას აი მაგალითად დაიწყებ რო ჯერ თქვათ რაღაცა აიჩივლე რაღაცა აუ ეს აცობები ხო კაროჩე შენ მოგიხდებოდა ტაქსისტობა ისე სტრაფაცული ხოლმე ყველაფერს მართლა რა ხო და კაროჩე ვებაზრები კაროჩე და ტიპს და უცებ არა ნუ რა შვება რა ანუ ჯერ შეატყობს რა პოზიციაზე ხარ აროჯე ხარ ანაირად ხარ როგორც კი შეატყობს რა პოზიციაზეც ხარ მე ნარატივს საჭდება და მიყვები ხო არა ერუდირებულები არიან ლაშქარად ზოგი ძალიან არა მე იმით ვანგრევ რომ მე აი ბოდიში ერთი შემხვდა ერთი ტიპი რომელსაც რო ჩაუჯექი ანუ ძალიან უცნაური ავთენტური ტაქსის მძღოლები ჩდებიან ერთი იყო ახალგაზრდა ბიჭი ერთი 27 წლის და ტიპს ჰქონდა რა იცი ანუ მოვიდა რაღაცნაირი მანქანა ანუ ზაღლი აი იქ რო არის ქვია dump and dumber jim carrey და ისე თამაშობს ზაღლის მანქანა აი ეგრეთ შეფუთული რაღაცა სტრანი რაღაცეებით ახატული ისინი მიკრული ძალიან ბევრი ისინი და სტიკერები და შეგინთ რომ ჩაჯდებოდი აი სუ ფუმფულა სათამაშოები რაღაც კაუ ძალიან უცნაურ სივრცეში ჩდებოდი და მეო თან კვილები რაღაცა ოქროები რაღაცები ჩასვა სტრანად რა რაღაც კვილებიც ეკონა და კაროჩე მეო რეპერი ვარო რა მეუნება და ეხლა გადაჭენილ ხარ მე და ანი ვართ რა ანუ თან მე და ანი ვზივართ და კაროჩე არგინ დილა თან რა დილის გადაცემაში მივიდით პირდაპირ ეთერი გვაქვს და კაროჩე ტიპმა ჩართო ეხლა ბიტს შართავო მეო და დაყენებული ქონდა რა იქ ფლეშკაზე ქონა მარტო ბიტები მთელი გზა გვირეპავდა ტიპი ბიტსზე წარმოიდგინე ანუ ძალიან ბევრნაირი ტიპი არსებობს ტაქსისტებში მე მევასება რა მაგათთან ბაზარი მევასება იყო ჯაზზე მელაპარაკა აი მე არ ვიცოდი რა მაგდენი ჯაზ ბრაუნიდან რომ დაიწყო აი საწავიდა ეჩიკო რეებზე და რეებზე იბაზრა იცი ტიპმა რომ ნუ კაროჩე საიდან ამხელა ინფორმაცია ნუ მაგარი ფანი იყო ჯაზის რა
ერთი ტიპი იყო, კაცო, მე ვიდეოს დავდე მე Facebook-ზე, რომ მეთქი, იცოდეთ მეთქი, რომ ესეთი ადამიანი არსებობს, მისი ნებართვით სახელი და გვარიც დავწერე, ჩემ ძველ Facebook-ზე, რატო იცი, რომ ჩავჯექი ტიპს ქონდა ეგეთი სერვისი რა, ეხლა ხო შეგიმჩნევია მაგალითად რომელიმე ტაქს გამოიძახებს, ზოგს აქ რო წყალი უდევს, კანფეტები აქ, ან ბავშვებს სასიამოვნო დღე და რაღაცები აწერიათ, რომ შეგიქმნა განწყობა და ტიპებს უხარიათ რა და ანუ ბევრნაირი ტიპი, აი ძალიან ბევრნაირი ტიპი შემხვედრია მაგაში და ერთ-ერთი ვინც იყო, ფლეშკაზე ქონდა ყველანაირი მუსიკა რა, ყველა ჟანრის. და შენ რო ჯდებოდი, გეკითხებოდა რომ აი რა გევასება. მე ვუთხარი, რავი, მეთქი, Pink Floyd-ი გაასწორებ და ერთი წამით და გადარწმუნ Pink Floyd-ი, короче, CD-ები ქონდა, რაღაცეები და ანუ ყველაფერს და მე დავდე კიდევაც მაგაზე ვიდეო რა, ანუ ტიპის გამოვაჩინე მუსიკას. რაც ნავაროჩენი მანქანაში ვიჯექეში. არა, რატო, ანუ რა უნდა არა, მე და ეგ მუღამი რა. რომ რაღაც ნავაროჩი და შუაში რო არის, ხო იცი, ბარს რო ეძა ხელის აი აი ეს როგორ, აი ამ როგორზე მომიწია ჯდომა აქეთ ჩემი მაგაცი იგი შუაში ამაზე წამოწეული ეს თავზე მაწვება რაღაცა და მივდივართ, მეგონი წყნეთში მივდივართ და წინ კიდე ჩემი ორი მეგობრები და კარჩი როგორ ავარ გაჭედილი ვარ ერთი სულ მე რომ გადმოვიდე გავიშალო რა ძალიან კი ვარ პატარა და ვეტევი ვითომ მაგრამ არ ვეტევი რა ცუდად ვზივარ და მეთქი კარჩი რა სადმე გააჩერე ცოტა გავწ ძალიან ცუდად ვზივარ მეთქი და ჩემო მეგობრებმა ეს უკან წინ გამომხედა ეს და ზატო სახელით ზიხარო სახელით ზიხარ ანუ უკვე მიცნობ ბარა ბიჭო ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო რუბრიკა, რომელიც მოვიფიქრეთ, რომ კონდეს ხოლმე რაღაცნაირად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც ვიხალისებთ და მაყურებელიც. ეხლა რა თემა არის რა? მოკლედ, როგორც წინაზე გითხარით, როცა დავიწყეთ, ჩვენი პირველი ეპიზოდი რო იყო, უფრო ანონსის პონტი გქონდა, ეხლაც ჯერ კიდე პროცესში ვარ და გზადაგზა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი კომენტარი იყო ძირითადად დადებითი და თქვენ რჩევებსაც აუცილებლად გავითვალისწინოთ. იქ ლაივზეც დაიწერა. უთითებოდ ბოდიში რო გეჭრება, უთითებოდ როგორ აკეთებ მაგალითად ნემსკავს რაღაც როგორ უყრით და მე წავიკითხე და ჭიას როგორ ატვერე ჭიას ვერ მოვიდა მაგრამ კპირდებით რომ მოვიტან დიდ ნემსკავს აი ეგრეთ წოდებულ კრუჩოქს და გაჩვენებთ ნორვეგიულ რა ვიცი ბევრნაირი ეს ვიცი კვანძი უზილოკე გაჩვენებთ ხო ვერ წამოვიღე უცბად ჩქარობდი და სამაგეროდ ვიდეო გვაქვს ეხლა შენ თითებზე გამახსენდა ჩვენ გვაქვს ბევრი ვიდეო ანუ ჩვენ რას ვიზავთ ხოლმე რაღაცა ვირუსულ ვიდეოები ან თემატური ვიდეოები რაღაცებს ავარჩევთ ხოლმე და მე ერთად დავარეაქტებთ რა ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თქვენც ჩვენთან ახლა მე მისამართს დავწერთ კომენტარებში სად შეგიძლიათ რა მისამართზე გამოვაგზავნოთ თქვენი ვიდეოები და მე მაგ ვიდეოებსაც რომელსაც თქვენ გამოვაგზავნით ანუ თქვენთვის საინტერესო ვიდეო თუ იქნება სასაცილო ვიდეო ან ვირუსული ვიდეო ეგ ვიდეოები გამოვაგზავნოთ ჩვენ გვექნება ბაზა და მე ამას გავუშვებთ ხოლმე ახლა როგორც უნდა გავუშვებთ ვიდეოები და აი მაგრა გაასწორებსო თქვენ გამოშვებულ ვიდეოებსაც დავარეაქტებთ ეხლა ამ ეტაპისათვის ჩვენ შევკრიბეთ და პირველი ვიდეო რაც მინდა განაღოთ შენ თითებზე გამახსენდა მაგ კომენტარის ავტორს გაუსწორდება ალბათ ყველაზე მეტად ეს არის ვაკაჭის ვიდეო ხო არა ჩემი ვაკაჭის ფოკუსია რა ფოკუსი არ არის ჩემო მეგობარმა ჩამომიტანა დანა მაჩუკა ნუ მე ვასება დანებს ვაგრო გაითვალისწინებთ რა რომ დანებს ვაგროვებ ხო და ერთი დანა ჩამომიტანა და ჩაუწერე ვიდეო ისე მინდოდა ეს დანა გთხოვთ აი ხა ნახოთ ვიდეო თუ შეიძლება გთხოვთ ჩართოთ ფირი წავიდა არა სახლის პირობებში არ გაიმეორო თქვია ხო ნახე რა დანა პროსტო ეს არის უზბეკური ჩუსტი სახე ხო ნუ ეხა თავიდან ასახით იწყებ ტერორისტულ ჯგუფს რო ყავს აყვანილი ხო იცი და განცხადება რომ გააკეთოს სერიოზული ვარ ხო ეს არის ხო ძმაკაცმა ჩამოუტანა დანა და ასეთი ვიდეო მიუძღვნა რა ბიჭო კიდე გარდა ამისა ანუ რაღაც ვიდეოებს რაღაცებს ვეძებდით შენ ჩააგდე ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო ვიღაცა ძალიან მაგარი შოუ დედას ბუშტი რო და შენ დაარქვი დედას ბუშტი არა ბავშვობაში არ დაარქვეს ალბათ დედას ბუშტი ამას იმიტომ მე ეგეთი სწრაფი ტიპი არ მე ძალიან სხარტია რა ნახოთ ნახოთ მაგარია ძალიან ნახე ჯერ ტიპაჟიც კაია ნახე წაო ილონ მასკებს ნახე ძალიან მაგარი შეხედე просто თავიდან ვერ მივხვდი რა შვებოდა გური სერიოზი შეხედე ოპა წავიდი ნა всё ეგ არის აჰა
ბიჭო, მე რა მაინტერესებს, აი ეგეთი ტიპები რო იჭდება. ეხა ეს გადაობს თუ მართლა გონია რომ ძალიან მაგარასაც სახეზე რომ დააკვირდე ამას ხო სერიოზულად გონია რომ ეს შუსტრი ძალიან მაგარასაც საკეთებს. აი ხა ამას ყავს ფოლოვერები? შენ ხარ დაგვირობი ხარ როცა ეს ვიდეო გააკეთე? არა, ფოლოვერი არა ვიღაცებს ეყოლებათ რა. ხა მე სიამონებით ნახავდი. არა, ამას თავისი ყველაფერი, აი ეს ბუშტებზე აკეთე, ბუშტებს აწובה, ფერად ბუშტებით რაღაცებს აკეთე. გვექნება კიდე რაღაცა კარგს იზამ, ჩაიდენს მე რაღაცას რა. კიდე შენი არჩეული ვიდეო უნდა ჩერტო. ჩემი არჩეული იყო. ისე ამაზე ბიჭო. აი, იცი რა, შენ რო ხმარობ ხოლმე რა, დავიქრინჯე რაღაცა, დავარეაქტე, აი, დავიქრინჯე მაშინ რო გავიგე პირველად სიტყვა რა ასმერო, ხვის მაგივრად რო ცხვენია, ხო ეგ არის, ხო სწორად და. ხო რაღაცა უხერხულობის უხერხულობის და აი ნახე ბრიტნი სპირსი როგორ აი თავხედულად იქცევა რაღაცა მაიკლ ჯექსონის კონცერტზე ან პირიქით თუ რა არ ვიცი რაღაცა იმიჯის გამოსწორების ნიშნად თუ რაღაცა ნუ არ მაიკლ ჯექსონის მოკლედ ლაივია ხო? ლაივია მაიკლ და როგორ ნუ მოკლედ ჩარტე რა და მე ეგეთი რამე ეგეთ სასწაულის სირცხვილი არ მინახე. აი შენ ძალიან შეგეხო. აი ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა არის ეს რა. შეხედე. აუ ეს რა მაგარი ბიჭო რა. ნუ ამის პლასტიკა ხო გავიგეთ და დეგენერატ გიჟი იყო ეს რა. მართლა king of pop იყო ტიპი პრინცი თუ ეს რა პრინცი არა. ისი ძალიან მაგარი იყო. ხო, მაგრამ უფრო ეს რა. ხო, პრინცი სხვა ბაზარი იყო. და მუსიკოსი ზოგადად. და კომპლექსიანი ტიპი იყო ჩემნაირი და ნუ ეს სხვა პონტია ხო და ის სხვა პონტია. ეხა ამოვარდება ეს წელიდან, ხრებიდან. ბიჭო, არ მაქვს ეს როგორ გამოდის ნახე რა. სცენაზე პაივლინ აი გამოსვლა ნახე რა. ბრიტნი სპირსი თავის ტანს რო გამოიტანს, ნახე? პროჟევალსკის ცხენის ტანზე რო დგას ეხა გამოვა. აი შეკრული. ერთმა მითხრა, ხო იცი, აი ეგეთ ტანზე ვიღაც. იცი როგორი გოგო იყო, ცირკის ცხენივით იყო. ცხენივით? აი ეგეთ ვიცია ეს რა. რაღაცნაირი პონი თუ. აჰა, ეხა გამოვა და ნახე. ტრაკზე დახედვებით. რომელი წელია? ოპა, წაიღო, ნახე? აი, აჰა, ახედა, დახედა ვითომ აქეთ გამოიხედა, ეხა რა კონფიდენსი კი არის. ხალხს არა, ეს რეჟისორმა უთხრა ეს ეკენა გამოიხედა. მithom არაფერი, მithom აჰა. მე მომწონს ტრაკზე რო იყურება, საკუთარ ტრაკზე, აი პორნო დახედვები რო აქვს, ნახე? მეტი არა, წავიდა, всё. ეს არის ამის ცეკვა, ნახე? გაჩერდი, აი, აჰა. მოძრაობა ნახე. ბიჭო, ეხა ბრიტნი სპირსი არასდროს არ გამორჩეოდა პლასტიკი. აი, ეხა იქით წავა. წავიდა, ეხა იქ. კაი, ეს ნახე რა დღეშია ჯექსონი, აი. არა, მაგ ისე გამბედაობას ნახდად არ უკარგავ ბრიტნის ეხა ბაიცა კი, მაგრამ ამოიღოს ხმა ეხა. ჯექსონი თავხედე კი არის ჯექსონი. აი ეს ცეკვა პლასტიკა და დინამიკა და ქორეოგრაფია ხო დაუძეს. ეხა ნახე. სად გააცრეს ვიდეო? ხელები. წავიდა ეხა. უნდა რა new school-ის pop queen-ი და old school-ის pop king-ი დაეტაკლენ ერთმანეთს რა. მოძრაობები ნახე. სასაცილო გოგო. ჯექსონი რა დღეში ამის გულისთვის ნახე რეებს აკეთებს. და ეს ნახე, წავიდა ისევ აკეთებს. ეს გაი ჩაიარა, ჩამოიარა რა ლაივზე რა. ეგ იყო და კარგად რა ვიცი. მე ვფიქრობ რომ ცუდად იქნება. ბიჭო, არა, კლიპშიც ხო ისეა, რომ ის გოგო დადის და ეს დაძდებს, მაგრამ ის დგას რა და იმენ რომ თავი გაანებოს სხვა ქორეოგრაფია. ტიტოკა ხადი და აი ეგეთ მოჩია და. აი, ესეც ნახეთ ეხლა მთლიანი ლავი აღარ გვინდა. ეს კრინჯის ამბავში მე короче, ამა დაკრინჯა შენ. ხო, აბა რა, ეხლა სირცხვილია ეხლა ამხელა. აი, კიდე რა არის იცი? რა აქვს შენ რაღაცა? ერთი რაღაც მინდა მოგიყვე რა. ზოგადად რა დამოკიდებულება გაქვს თანამედროვე არტთან? ბიჭო, რაღაცები ხა მე თვითონ როგორც მხატვარი,
გასაგებია რომ იცი რა იყო აი ბავშვობიდან მოყოლებული მევასებოდა მაგალითად ფოკუსნიკების გამოსვლა იმიტომ რომ თუ მატყობს და კარგად მატყუებს ეს ჩემთვის მისაღებია და ამაზე მეც ვტყუდები და კარგია ყველა მსახიობი ყველა მხატვარი რაღაცა დონით იტყუება ყველა არა მაგრამ გააჩნია როგორ იტყუება ხო აი რომ დამაჯერებლად ხო მხატვრებიც იტყუებიან მე მალევიჩზე და ვიღაცებზე არ ვამბობ ეხლა ძალიან აფერისტებზე არ ვამბობ რა მაგრამ ნუ არიან ეს რა ეს ახალი არტი რა არის ვერ ხვდები ეხა რა ხო რატო იცი აი ვიღაცა ეხა იაპონელი ტიპი რო იყო ვიღაცა რაღაც სმერც ხუდოჟნიკა რა ხატვრის სიკვდილი და გადმოფრინდა მეათე საფრთხე და დაეზნეყვა სადღაც ზეწარზე და გაასხატვინები და ხო და ეს არტი იყო ნუ რა აი ხო და აი მაგას ძალიან მაგრამ მოიტყუა მე მაგაზე ვიძახი ნახე აი ეხა ვიდეოს ჩავრთავ და ხალხის კომენტარებიც საინტერესო იქნება მე რას ფიქრობენ ამ მიმდინარეობაზე ეს არის კოლაჟი სადაც თანამედროვე არტის რამოდენიმე არტისტის ის არის რა პერფორმანსია რა აი ნახე აი დაგაგები წაიყო ხო აი ეს რას ურახუნებს ერთი არ ვიცი მე მგონი რა არის ეს პიური აქ რა არ ვიცი ნახე всё ნახე არა ეს თავის ხო ეს ახლა ქვიშების აი ეს ნანახი მაქვს ნუ ხო ოპა დაში აი ამის მოგამი რა არის პროსტა ეს ხა ბათუმშია ჩვენთან გასა გელა წულაძის არის ხოთა არა კაცო ნინასია მაგისი და პროექტებით არის იქ ბათუმში აჰა ესეც კიდე მესმის ნუ რაღაცა ჰა არა ეს კაია ძმაო ეს რაღაცას კაია იმპონჩი რა ნუ გავიგე ხო სხვა დინამიკაა და თან ხატავს თან გაჩვენებს თან მაგრამ ეს უკვე გაზეპირებული ერთი და იგივეა ნუ ეს ძალიან ბევრი ხატავს ამას და არა ეს ასრულებს რა გინდა ეს როგორი პონტია იცი იქ აქ რო აი ამას შედებს და ამას სამბავი იყო აი ამას ხა რეალურად რატო განახბე რა თქმა უნდა კიდე არის ვიდეო აი ერთ-ერთი ვიდეოა კიდე ამის გაგრძელებად და მე ამ თემაზე ვიბაზროთ რა ერთ-ერთი გაგრძელება ამისი ტიპი რომ ბანანს გაყიდის ძალიან ძვირად რა თუ არ ვწდები მგონი გაიყიდება ყოველ შემთხვევაში შეფასებული იყო საკმაოდ ძვირად ბანანი დასკოჩილი პატარა სიუჟეტი არის ბრიტანელები ბაზრობენ ბლა აი ხნახი გაიფ აი ეს აჰა ეს ბანანი იყო ხო ეს ბანანი არის დასკოჩილი არის არტი და მაინტერესებს შენ თუ რამე აი ხა შენ ხვდები მაგას ლაშა აი იმას ბანანი დასკოჩილი თემა მე ერთი ის მახსენდება ვერც მე ვერ ხვდები და ბიჭო ნაზიკიო ისეთი მინეჩიცაო კაროჩიო ბანანს ვერ ჭავს თავზე ხელი თუ არ დაადეო აი გამახსენე აბა რა არის ხა ეს ბიჭო არა ნახე როგორი თემა ნახე ვიღაცები მიდიან მე ფოტოებს იღებენ გახდა ცნობილი პონტი რა აი აჰა იგი ასოციაცია ეგ არის რა აი რა ხდება ვერ გავიგე კაროჩი აი ნახე რატო განახე ხა ეს ორივე რამე ეხლა რატო გიყვები იცი ამას იმიტომ რომ ბიჭო სულ ფიქრობ ხოლმე შეიძლება სადღაც ის მომენტია რომ ადამიანი რაღაცებს რო ვერ ხვდება რა რასაც ვერ ხვდება იმის მიმართ ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება აქვს შეიძლება ეგ თემაა და არ ვიცი ძმაო ეგ დაშვება ყოველთვის მაქვს მაგრამ მე ვერ ხვდები რატო იცი ერთი შემთხვევა მინდა მოგიყვე და ჩემი აზრით მაგ ისტორიაში ჩანს აი ბევრი რამე რა ვისაც პრეტენზია აქვს ყოველთვის რომ ვითომ აი ეს არის თანამედროვე არტი უბრალოდ თქვენ არ გესმით ერთი ტიპი იყო გარჩე დათო ერქვა მაგარი დეინი ტიპი იყო რაღაც ვიდეო ინსტალაციებს აკეთებდა თან ხატავდა ანუ ქართველი თან ფსიქიატრი ფსიქოლოგიც კაროჩი აი უნივერსალური ტიპი იყო აი ყველაფერს მოდებული უნიჭიერესი კაცი და რაღაცნაირად ბაზრობდა ხოლმე შენ არ იცით ეგ როგორი ამბავია იცი აი ტიპიც ეგეთი იყო გამხდარი რაღაცა და კაროჩი ერთხელ მე და საერთო მეგობარი ყავდა ჩვენ რა ერთი მიკა და მე და ეს მიკა ვართ რა და ხა ეს მიკა მიყვება რომ ბიჭო როგორი რაღაც მოხდა ვიცი ადრეო რომ ეს დათო მირეკავსო რა და იძახისო რომ აი ეგეთი ნახატები მაქვს მაგრამ ვერ ყიდი გაიგე შენი თემ დამეხმარო რამე და ამან უთხარო ეხა ერთი სტუმარი ყავსო ჩამოსულიო რა ჰოლანდიიდანო და ეგეთ მასო ეძებსო რა ნიჭიერ მხატვრებსო რომ ეგეთი თანამედროვე არტი რაღაცები აინტერესებსო მოკლედო რა ნუ ისეთი კაი შემფასებელია ერთ 1000 ევროთ რაღაცას დაითრებს იყიდის რა თუ მე მოიყვანე თორაზე არაპარაკი თუ რაღაცა და ეხა ელოდებიან რა ეს ტიპი ელოდება ეს დათო ეხა სანამ აი ჩვენ გამოდივართო ეხლავე მოვიყვანო და სანამ ისინი მოვლენ კაროჩე ეს ადგა რა და დიდი ტილო აიღო თეთრი და უბრალოდ ეხა უნდა რომ რაღაცა დაიწყოს ნახატი რა დრო გაიყვანოს თავისთვის რა თავის პონჩი და ნუ რაც მოასწრო ისინი მალევე მოვიდნენ რა და სანამ ეს გაშალა რაღაცა გესმის და აიღო უკვე ფუნჯი და უნდა დახატოს და ჩამოუსვა ერთი ხაზი რა და ეს ერთი ხაზი რომ ჩამოუსვა ამასობაში ესენიც მოვიდნენ
და რომ მოვიდნენ ესენი რა, ეხა შემოიყვანეს ჰოლანდიელი ტიპი, was eine Brot mit Schotteren. Hello, I'm რაღაცა, ის Hoffman თუ რაღაცა და ნარჩი შემოდის და ეხა ათვალიერებს ამბობს და ეხა ამას უნდა რომ მიყიდოს ის თავის ნახატებით, ანუ ერთი 50 ნაშრომი აქვს რა სახელოსნოშია მოსული ტიპი, კროჩი და ანახებს ის არაფერი არ მოწონს. და ერთი 20 ნახატი რო ნახა და რო შეატყო რომ რაღაცა დიდად ვერაფერს ვერ кайფობს, უცებ ეს ჰოლანდიელი იყურება იქით და ამაზოგზე გაგიჟდა. აი ის რაც დაუსვა რა, აი ნახატის დაწყების პონჩი რომ უნდა და ამას მონასმი. ამან აეს მინდაო რა. რამდენ საფასებო ამას და ეხა ეს გამოშტერდა რა, ნუ ამას ვარ დაუხატია, შეჭება პროსტა დაუსვა ერთი ხალხი, მოვიდნენ ისინი. 800 ევროდ გაყიდა. ანუ ქართველია ეხა მაგას ვერ იმასიზო ვერ დამозგავდა და უთხრა რომ კი ეს ნაშრომი აქვს მთელი კონცეფცია რა სიცარიელეში ერთი ხაზი და ტიპმა ადგა და იყიდა რაღაცა სიდები ნუ ის იმას შეიძლება ან დაინახა გაიგე სხვა რაღაცა იქ ან მაგარი სირია რა ვიცი ეხა ბიჭო აი რა არ ვიცი ერთი გეტყვი რა აი მაგტუსოვკიდან ვინცაც აი პონტია ქრო აი ეს გენიალურია და რაღაცა 70% გონზი არ არის ხოლმე რაზე იძახის რომ გენიალურია. უბრალოდ თავისი წესებია მანდ რა, როცა შედიხარ ეხა თანამედროვე არტის რამე იმაში, ყველაზე ხელი უნდა კონდეს იკლინტვენი, რაღაცა უფრო აი ეს ვეცკაობა, პონტი ხო ხდები. რაღაცები მართლა ძალიან არიან კარგი არტისტებიც, მაგრამ მე უფრო იმაზე მეცინება რა, ანუ ეგ როგორ შევადარო, იცი, აი ხო არის iPhone-ი. ხო, და iPhone-ი მაგრამ ევასება და ზოგადად Mac-ი მაგრამ ევასება რა Apple-ის პროდუქცია. მაგრამ ძალიან კომიკურები არიან ხოლმე ადამიანები, ვისაც გაჭედილი აქვთ იმაზე, რომ აი რაღაცა ბოლო კაპიკი iPhone-ში, იმიტომ რომ სოციალური სტატუსი აქვს, აიგე ეს ტელეფონი პახოდო და ანუ მაგ დროს მე Mac-ზე და Apple-ზე კი არ ვღადაობ, იმ ხალხზე ვღადაობ, ვინც მოხმარებელია და ეხლა ამ შემთხვევაშიც თანამედროვე არტზე მეტად უფრო იმ ხალხზე მეცინება, ვისაც პრეტენზია აქვს ხოლმე, რომ ნუ აი უბრალოდ შენ არ გინდა შენი არ არის ეს შენ. ყოფით როგორ ახარ სხვა რაშვები, ეს ჩვენ დაგვიტოვე, ხო ხდები რა და აი მაგტუსოვკიდან 70% გონზი არ არის რეალურად. რატომ გაციცი რა გამახსენდა ამ არტზე გამოფენაზე, მეც გამიყიდია ნახატები და გამიჩუქებია კიდე და ეხა ცხატავ და რაღაც, მაგრამ დაკვირვებული ვარ რომ მარტო მანდილოს ქალები ყიდულობენ რა. კაც ერთი ორმა კაცმა იყიდა ვიღაც მამაკაცისთვისაც იყიდა მაგრამ ისევ ქალებმა შეიძინეს და ახსროს უცნაურ ტენდენციას იზრდება ყვავილები და რაღაცები ევასებათ ნუ მე რაღაცა მაყურებლისთვისაც ალბათ გამოვფენ ჩემ ნახატებსაც ისე უბრალოდ რომ ნახოთ რა ვიცი მოგეწონებათ არ მოგეწონებათ ეს ისედაც მექნება გამოფენა ვაპირებ როცა სიმშვიდე იქნება და რა ვიცი ეს განწყობა რომ ექნება მაგრამ ხო და რა გამახსენდა ამაზე რა გამოფენა მიდი მოყევი და მე ერთი ვიდეოა მიკროფონის რომელიც ასევე ეს ჩემ გამოფენაზე არ არის მამა ჩემის მეგობარზეა რომელმაც რაღაცა სადიპლომო ნამუშევარი გააკეთა პირველი ფილმი გადაიღო და ეგრეთ წოდებული პრასმოტრია რა დონ კინოში არის ანუ კინოსახლში არის ჩვენება რა პრემიერა და მთელი ანშლაგით ხალხი მივიდა და ნუ დაასრულდა ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ვიღაცები ულოცავენ, ვიღაცები აღნიშნავენ და ეს დგევა რომ ეხა კარებთან რაღაცა და ფოიეში და ვიღაცები აუ ძალიან კარგი იყო და ეს ერთი და სხვა მრავალი და აბა ჰოლივუდში და პალმის რტო და ბიენალე და რაღაცა ბერლინალე და რაღაცებს ეძახიან და ძალიან კარგი იყო განსაკუთრებული მუსიკა, მონტაჟი იყო არაშორი ვიღაცა ძალიან მაგრა გამოგივიდა, მაგრამ აი ეს მსახიობის მაგერად რაღაცა რჩევებს და ერთი მოდისო რა, რომელიც არ მინახე ერთი 20 წელიაო რა. და ამის აზრით რა გამიხარდაო რომ აი აზრი ხარ მოვიდა ვიღაც აი რომელიც დაკარგული და ამის ფილმზე მოვიდა და მივიდა და მისმენი შენ ისე ვიქახარ არა რა კაი ნახატია რა კაი ფილმია შენ ისე ვიქახარ არა შენ ისე ვიქახარ აი და არ მომწონს ეს ისტორია რა და ხო რას ვამბობდით ხო არა აი მაგ იმაზე რა მიდგომებზე ხა მე კიდე მახსოვს ერთხელ ვიყავი გამოფენა იყო არ მახსოვს ვატოწერელთან თუ რაღაცა თანამედროვე არტი ქართული რა. ნუ იქ რო შევედი რა, ეხა იქ ხედავ რომ მაგალითად ხის ტელევიზორ ტელევიზორში ჩართულია გემი რომ მიდის და ზუზუნებს და ეს კი არ გესმის. უნდა მიხვიდე ყურსასმენები გაიკეთო და ისე უყურო უბრალოდ გემის ზუზუნს. იქით მატარებელი მიდის და რაღაც სილუეტი შეხდება ამ მატარებელში და ჩქარჩქარა მეურდება ერთი და იგივე ლუპსია და გადააგდე შენი სენტიმენტები და ხო ხდები ანუ შევდივარ ამ სამყაროში გონზი არა ვარ ახდება და ჯო მე ვხედავ რომ რაღაცა ნახატივით არის პოსტერი, ოღონდ აი პოსტერის სახით არის გაკრული. და მომძრალი აქვს თითქოს რა, ანუ აი ჭიკარტი რომ მოძრეს და რომ ჩამოიმის და მივდივარ რომ მეთქი ხა გავასწორებ და ვიცნობ ხა რა მეგობრებთან ვარ მისული კაც ჩემ მეგობრების გამოფენა.
მეთქი მივაკრავთ რა და მოდის ის რა საკეთებ კუშა ერთი მეთქი რა იყო შეცემო რა მეთქი ჩამ არა ჩანაფიქრი ეგეთი იდიოტი ანუ ბოლოს ვეღარ ტოყდებოდი იმიტომ რომ მეგონა რომ ერთი დიდი რაღაცა არტი იყო ხო ეს ყველაფერი არ იყო და მე ჩანაფიქრია და ეს წნეხი წამომივიდა რომ რაღაცა არ როგორ გავიარო და სად გავიხედო თუ რაღაცა დიდი სხვათა შორის მე რა შემხვდა იცი კიდე რაღაც ისტორია 70-იან წლებში არ ვიცი პოსტაბჭოთა ქვეყნის ერთ-ერთი ქალი გოგო რა მაშინდელი გოგო ეხა ალბათ რა ვიცი არც არის ცოცხალი არ ვიცი მაგრამ ამ გოგომ გააკეთა პირველი არტი ესეთი დადო მთელი საყოფა ცხოვრება ნივთები სასოფლო სამეურნეო აი კაუჭები რა მაკრატლები იარაღი გადატენილი ტყვით რაღაცები და აი ეს არტი ქონდა რომ ვინც შემოვა მაყურებელი რაც გინდათ მიქენით ნაღდი ამბავია ეს და ზოგმა რაღაცა ნახე შენ აბრამოვიჩი მაგარი მარინაზია ხო მე მგონი აი ხო და ბოლოს იქამდე მივიდა ვიღაცა ტიპი რომ ამოიღო გადატენა და დაადო და ნუ ხელი აუკრეს თუ რაღაცა რა ეს მე ვერ მოვესწარი ალბათ მის გამოფენას და იქ ხო არა მაგაში ეხა აზრი ნუ კაროჩე და ანუ ყველა თუ ადამიანს ეს კიდე სხვანაირი აზრი აქვს რომ თუ ადამიანს თავისუფლება მიეცი შეიძლება სიგიჟემდე მივიდეს რა ბრიდავდნენ ტიპს და ტიპშას იკაიფე ხო და ეგ მესმის ეხა რა მაგაში რა აზრის დევს და რაღაცა მესმის და კიდევ ერთხელ კაცო მე იმას კი არ მომფრო თვითონ რაღაცა მაგ მიმდინარეობს ზოგადად არტის წინააღმდეგი არა საზღვრები არ არის და თანამედროვეა თუ რაღაცა რაც ეხლა ჩვენ გვეჩვენება ძალიან უცნაურად და მიუღებლად თუ სასაცილოდ მე შეიძლება კლასიკა გახდეს მაგაზე არ მოვა მაგრამ მაინც არის ძალიან ბევრი ისეთი რამე რომელსაც უბრალოდ აი ესე ტუპა არის და მორჩა რა ანუ აი იცი რა არ არის გამორიცხული ეს ტიპები აყოლიდნენ ამ ტრენდს და ამ დროს იყვნენ მართლა მაგარი ხელოვნები იმიტომ რომ აი მე იმ დღეს ვიხსენებდი რა რაღაცაზე აი აკუტა გავასა აქ ეგეთი რომ სამურაი რომ ვარ ამ ხატვართან და კარჩი უკან კიმონოზე მინდა პეპელა მინდა რა ჩატეხილა პეპელა ესე მოუყვები უცბად რომ პეპელა უნდა ნუ ხარაშო კაი ერთ წელიწადში მოდი ეს კარჩი ეს წავად ვიღაცებს დახოცავს იქ რაღაცა ხარკს აიღებს ვიღაცა კარჩი ამის ისტორია ერთ წელი გზდება მივა ბოლოს ერთ წელი გავა და ჩემ პეპელავ და ვინ ახარო შენ აი მე შარშან რო ვიყავი პეპელა რო პეპე ერთი წუთი და პერგამენტს რაღაცა ამოიღს აკვარელს და დაუხატავს რა აი და გაგიჟდება და კი მაგრამ ერთი წელი რა პონჩი წამოდიოდა სახელოსნო შეიყო და სუპეპლებია მე გახატული აი ანუ მასტერი აი ეს იყო აი იცოდა და იგივე აქვს სხვათა შორის გაკეთებული მე რამდენადაც ვიცი პაბლო პიკასოს ნუ პიკასო ბრაკმა ნახე პაბლო პიკასო ხო კუბიზმის მამად მოევლინა რა ქვეყნიერებას და დაარქვი მაგრამ თურმე იყო ესეთი ისტორია, როდესაც სადღაც კაბაჩოქში არ ვიცი მონპარნას 19-ზე თუ სადღაც სვავდნენ, ამან თხოვარ ბრაკმა რომ მაშინ რომ წამოდი რაღაცა ახალი მიმდინარეობა დავიწყე, მინდა გაჩვენო, შეიყვალა თავის სახელოსნოში და ნუ თავის ეს კუბიზმი რაღაცები აჩვენა და ეს ისეთი მასტერი იყო, ბრუსლი იყო რა. პიკასო ნუ აი სასწაული მე დაჟე მოსკოვში მაგ ნანახი მისი გამოფენა ჩამო პატარა ვიყავით 16 წლის და პუშკინის მუზეუმში აი მისი გამოფენა 360 რაღაც ანუ მართლა შედევრალური ტიპია ნუ ეგ ფენომენია მაგრამ ეხლა რაში მდგომარ კაროჩე ამან ადგა ისეთი მასტერი იყო აი სიჩუსტრეზე გეუბნები და სიჩქარეზე ერთ კვირაში აი ეს ყველაფერი რაც მოეწონა გამოფენილი დახატა და დაასწრო ბრაკს და ხია პირველი გამოფენა ამ კუბიზმის რა. ნუ ამბობენ რომ კაროჩე ბრაკს მოპარა თავის ეს ხო მიმდინარეობა რა. ლაგიატობას ტენიან. ხო, ლაგიატობას ტენიან რაღაც პონჩი, მაგრამ ნუ მაგარია. ნუ შეიძლება იყოს. ანუ იმის იმ პეპელას ამბავია. ბიჭო, ყველაფერი არის ვაგაჭი ბალანსის თემა რა. აი მაგალითად ახლა არ მინდა დავასახელო ვინდა ვიღაცა, მაგრამ ადრე 90-იან წლებშიც და მერეც 2000-იანებში ერთი ძალიან პოპულარული ქართველი დიზაინერი მოკლედ წასულიყო მეგობართან ერთად და მთელი კოლექცია წაღებული აქვს. ახლა იკაიფე ბერლინში მია გამოფენაზე, ხო? ახლა 90-იანებში ბოლო 2000-იანების დასაწყისში რა, ხო ხტები ან მე რა გეტყვი ვიზეც მაგ საუბარი იცი. და მოკლედ მიდის და მიაკა იმ მთელი ნაშრომი, წლების ნაშრომი კოლექცია მია გერმანიაში ბერლინში. ეხლა ნახე რა ხდება რომ მაშინ ხო იცი რა დრო იყო ეხლა ჩვენთან აეროპორტში იქ რა სერვისი რა მოკლედ რაღაცნაირად მოხდა ისე რომ ეს მთელი კოლექცია დაიკარგა რა ნუ ბერლინში ჩავიდა და არ არის რა გაქრა რა ვერ პოულობენ ჰაერში ხო და ნუ ვერ პოულობენ ეხლა მაშინ ისეთი დრო იყო რომ ხელოვნების დარჩი მათხოვე რა თან ის იმიტომ დაჯდა ხო და
ბიჭო, ისეთი პონტი იყო რა, ეხლა ხოთი ყველაფრის მისტიფიცირება რომ მიდიოდა ეგ დროა, რომ ანუ აი ხელოვანი თუ იყავი, აუცილებლად უნდა ყოფილიყავი სტრანი, როგორც მანამდე აუცილებლად უნდა დაგელია, ცოტა ისეთი ბომჟი, ცოტა უფულო, ცოტა რაღაც მაგის რომანტიზირება ცოტა დაუბანი, ცოტა ჭუჭკი. ხო და მაგის მერე პერიოდი იყო, რომ რაღაცა ვაკის რაღაცა არტ ელიტაში ის პონტი იყო, რომ ყველაფერი ცოტა ფლეგმა იყავი, ცოტა ფილოს. ქუჩაში რო შემხვდებოდი, რო გეტყოდი, ვა, რა შვები გიო. ვა, ილო ხო? ჯერ უნდა დაეშვას, კაი, ჯერ სადღაც არის თავის და ჯერ შენ რიგით ადამიანს დაეშვას. სახელდაგვარებს არ ვიცი, მაგრამ ხო ხტები და საერთობებო. კი. ვა, შენ ხარ ხო? არა და ზუსტად იცის რომ შენ ხარ ახლა 10 ვითომ დაეშვან, კაი, მეც ვაცდიდი რომ დაეშვას და მე და ეხა მაგიტომ ამბობ რომ მაგ პონჩი და ერთი პერიოდი აჩემებული ქონდათ ეგეთი ფრაზა რომ ნუ ალბათ ეგრე იყო საჭირო რა ნებისმიერ ამეზე აჯდებოდა ეგრო და ნუ ეს მაგარი ანტისტრესი ქონდათ რა ანუ всё ეგრე იყო საჭირო და მორჩა ხო და მე ეს გოგო ურეკავს დედამის რომ ისაო რა ქვია აუ რაღაც მოგვივიდა რა ხომშვიდობა გაქვთ კაცო რო გრქენი ჩაიტანე კოლექცია რაღაც და კიო იცი რა არის უბრალოდ დავკარგეთო ყველაფერიო და ნუ მთლიანად გაქრაოთ. მერეო და ნუ არაფერი აი დავილაპარაკეთო რა და აქო მეგობრებმა მოვიდა ალბათ ეგრე იყო საჭირო ეუბნება და რა ეგრე იყო საჭირო უგო დატრიალდი ეხა ვიღაც უთხარი პოლიციას მე აქ დავრეკავ აეროპორტში შენი დარეკა რაღაც 15 წუთში იპოვეს მო 15 წუთში მაგრამ აი რომ მიგეშვა და რომ დაგეტოვებინა მანდ რომ ალბათ ეგრე იყო ხო ეგრე იყო და პირიქით ეს იყო სამყაროსგან ნიშანი რომ ახალი კოლექცია უნდა ჰეი ხო ხტები და უკიდურესობების ამბავია რა იყო ეხა სახელდაგვარებს არ ვიყ მაგრამ აკადემიაში ნიკოლაძეში იყვნენ ტიპები რომლებიც უბრალოდ აი განსაკუთრებით გოგოები რა ნუ ეს დახეული ჯინსები და რაღაცები და ეს ჭუჭყიანი ფეხსაცმელები და თამაში რომ აი საღებავებში ესე დაისვრი და მე გაიწვენ და ჭყილებში რო გაქო ჭუჭყი რო უკვე დახატა ეს გაიგე შრომობს ხო ვიხდი და რომ მოდის და ეს თან ესე რო გელაპარაკებად აი აქ ხეთებით აი ეგ ბაზარია რა ბიჭო შენ ეგ ცოტა ის ბაზარიც არის შენ რომ მიყვებოდი ხომ რეჟისორს როგორ უნდა გაიგაიფო ეგ მოყევი ორივე ეს ჯერ ერთი და იგივეს რო უნები ესე ვქნა თუ ესე ეს მოვიდა ეს ტიპი და აბაო რაღაცაო გადაღებაზე ხარ მოკლედ გადაღებაზე ხო გადაღებაზე მოვედი და სიტყვაზე ეს ფრაზა აქ რო მანანა ბავშვები როგორ არიან აი იქიდან რაღაცა პერიფრაზი რაღაცა კარგად არიან საჭმელი არის რაღაცა всё აი ეს მორჩა ეს უნდა თქვას რა და მოვიდა და აკეთეს მანანა ბავშვები როგორ არიან საჭმელი არის და კარგია არა მე შემიძლია სხვანაირად გავაკეთო ერთი წუთით აი მანანა ბავშვები როგორ არიან იგივე არა სხვანაირად იმას რა იფიქრა ხო შენ მანანა რაღაცა სხვანაირად არა ორივე ჯერ ერთი და ზუსტად ხო ერთი ოპერატორი იყო კიდე ძალიან მაგარი და მაგრამ რეჟისორმა უთხრა არა ეს არ ვარ გამეორე არ ვიცი რა ეგონა თავი რა და ხო იღებდა ხოლმე და თქვათ მატორ დაიძახებდა რა ესეც ძალიან ტოჩესკი იყო რეჟისორი მატორ დაიძახებდა და მიძდა ეს აი შიგნით ძის ვიზირში ეს და სტოპ ისიც ყო არა ერთი ჩემთვის რა ერთი შევინახარ რატო გაჭერდი აი ნუ ბიჭო არა ერთი კიდე ზოგადად ეხა რო იცოდეს ხალხმაც რა ეხა წინა პოდკასტზე მყავდა ანი რა ეხა დაიწყო ხო მითხარ ამ დროს უკვე დევს ალბათ ეგ პოდკასტი რა ჩემ მეუღლის და ეგ ლაპარაკობდა იმაზე რამდენად რთულია საქართველოში იყო სახეები განსაკუთრებით როცა სერიალში თამაშობ იმიტომ რომ პირობებიდან გამომდინარე იმას აკეთებდი ძალიან მაგარი არა ნახე იმაზე კი არ არის ბაზარი რომ ანუ ხელი შემშლელი გეხოცები არა გაქისა რო დავტენი აი ჯერ შენი დატენე მე დავტენე და ჩემი სადღაც დავტენე შენი გამოიყეთ ჩემი შე ხო და ანუ ნახე ჩემი ცოლი ბაზრობდა რა მაგას პოდკასტზე რომ მყავდა მოყვანილი რამდენად რთულია საქართველოში იყო სახიობი იმიტომ რომ გადაღებების დროს ისეთი სიტუაციები ჩდება რომელიც აი მაყურებელი გონზეც არ არის და არც უნდა იყოს მაგრამ ურთულესი აი მაგალითისთვის რა ეხა მე ვერ ვიტანდი ხოლმე როცა ვდგავარ სცენას ვთამაშობ და იქით ეჩურჩულებიან რა რეჟისორი და ესე ყურადღება რო გადა არა კიდე ბაზრო ანუ მე რაღაცა სცენა მაქვს უნდა შევიდე როლში ვითამაშოთ არ როგორი სცენა მქონდა იცი მაგ დროს რომ რაღაცა აი შაგუ იყურება და სენტიმენტალური უნდა გახდეს ეს რაღაც ბრუტალური ტიპი უცებ რაღაც აზამასე ვახსენდება და აცრემლიანებული თვალებით იძახის სოფელში არა პაბლიკშია შაგურა სადღაც და
იძახის რომ აუ რაღაცა ცხოვრება რა თუ რაღაც ეგეთი გაქვს სათამაშოდ ამ დროს ბიჭო რეჟისორი და ოპერატორი ერთმანეთში ჭორაობენ რა რაღაც აბა ეგეთი რაღაც გისმის რაღაცა ითხრები და ეს ხوار უნდა შეგეტყოს ეხა რა მერე კი მაგრა ვიჩხუბე გავაჩერე დუბლი ეს რა პონტია ვეუნები ბიჭო მერე იჭორავეს მაუ თამაშობ რა და თამაშობ რა ვეუნები ჯერ ეგ მერე რა იციან ხოლმე იცი რომ დადგები რო გიღებენ მოდიან და აი აქეთ ესეც რაღაცები გიკეთებენ შუა სცენაში რა გიხებენ ამაზე რა მემართება იცი რომ მეხებია მასწორებენ რომ კაცში სწორად ვიყო რა სულ წავალ თქვენი დედა ხო ეგ ბაზარი ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა არ ვიტყვი ვინ ქალი მსახიობია გოგო მსახიობია იმენა მსახიობია ოღონდ ხო იმენა მსახიობია ძალიან კარგად ვიცნობ მე ეს მოკლედ ხალხმაც რა და ეგ ყვება რომ აქ სათამაშო ერთ-ერთ ქართულ სერიალში დრამაზია ეს სერიალი როგორი სცენა აქ იცი სათამაშო რომ აი ძალიან ემოციური რა ისეთი რომლის მერეც ანუ სცენა არის ეგეთი რომ ვიღაცები მოვლენ ამას დაადებენ ყელზე იმას დანას ვითომ ვიღაც ტიპი და ეტყვის რომ აღარ გააგზავნოს ჟურნალისტური გამოძიება თუ რაღაც ეგეთი და სცენა არის რომ ჯერ ეგ უნდა გადაიღონ ის რო ადრეს და მერე ამისი შვილობილი და მისი შეყვარებული მოდის და ამა როგორ არ უნდა შეიტყოს რომ ძალიან შეშინებულია რომ ამათ არ უთხრას და უცებ ფეხები სტრესისგან ეკვეცება და ვეღარ დადის და ვარდება ანუ ურთულესი სათამაშოა რომ იმიტომ უნდა ითამაშო რომ ხარ შეშინებული და არ გიწყობოდეს რომ შეშინებული. დვაინო ის თამაში. ეხა ეს გოგო იძახის. ორმაგროს. ხო, ორმაგროს თამაშობს და კაროჩე ეს გოგო იძახის რომ გეხვეწებით ერთ ჭირდება 5 წუთი მჭირდება და ესენი ვიწყებთ. ეს არ შემილიაო რა. ანუ საკმაოდ სერიოზული როლია და 2 წამი დამაცადეთ რომ რაღაცას ჩემ თავზე მუშაობ რომ შევიდე აქ თუ რა ის მართლა მსახიობია და ესე აუ არა ბიჭო ისე და ნუ მოკლედ ამან 5 წუთიო მომეცით რომ აი და დადგნენ ესე გვერდში შემო ესე წრეში არიან და ეს მსახიობი ესე ხო ელაპარაკებენ და კაი ხო ჰა მიდი მაშინ დაგელოდებით და ეს ტიპები დაადგნენ რა და ეხა ეს რა ესე რას დამელოდებით გადი რა დამაცადე მიდი დროზე თუ რაღაც აბა ეგეთი რამე ძმაო იქ არის წარმოუდგენელი საზღვარგარეთ ეხა რას ლაპარაკობ რო იქ მსახიობი დაждდეს ერთი წამითო და ვიღაცამ უთხრას რომ აი ბიჭო მიდი რა დროზე შედი როლში თუ შედიხარ რა გადასაღები გვაქვს ანუ ეგეთი რამე წარმოუდგენელია ეხა აი ეს ნოველები გლიჯავს რამაც ხვიყვაძე რო თამაშობს ეგ შედევრია მოდი ხარ ასეა გაზეგებია გადამაყლაპე ეს და ეგეთი აი საოცარი ფილმია და ნოველები რა ქვია მაგას გასეირნება თბილისში ხო? ტიპურტები თუ რა გასეირნება თბილისში. ნანა ჯორჯაძის? არა, ნანა ჯორჯაძის იოსელი. გარდაიცვალა. ნანა იოსელი. იმერული ესკიზები. ხო, მოკლედ რა, გასეირნება თბილისში YouTube-ში ჩაწერეთ, ამოვაგდებს ერთი 8 ნოველაა და აი ერთ-ერთი საუკეთესო კომედია. რაც მინახავს მაო რა. და მან ჭიყვაძის ეპიზოდში ძალიან მაგარი ტიპაჟია ის. ვერ გაიგეთ რა გითხათ რეჟისორმა ისე ჰე როდის გადავიღე გადამაყლაბე ეს ხალი შეიძლება დელმერტონა და ძალიან არა ბიჭო ვაფშე აი გეუნებით ვიცი როგორი უცნაური რაღაცები მომხდა რა დაკალების გადაღების დროს რაღაცა გოგო იყო და ბიჭო აუ ლიფონავაზი ის რა და ეს რეჟისორთან მოდის და ეუნება რომ მე მაქვს სცენა ეგეთი რომ უნდა უთხრა რაღაცა ცუდი ამ გოგოს უცენზურო სიტყვით რა ეხა რა ხო ხდები შაგუ ეუნება უცენზურო სიტყვით რომ რაღაცა რა და ხო და რაღაც და ეს მეუნება რომ ანუ ეგ არ მითხრაო რა და მეთქი მე მეუნები ეხა მე ვთხარ მე მივხვდი რაშიც არის საქმე და აი გიო ამეთქი ლიფონავა და მიდი და ეს იმის პონჩო ძმა შენ უთხარი ჩემდაც გააჯვიო ეგ ეს ეხა მიდის და ეუნება რომ აი ესე და ესე და ლიფონავა იმდენად აზე ვერ მოდის ეხლა ასე უნება ის ვერ უშვებს რომ მსახიობმა შეიძლება ეს არ მითხრა რას ნიშნავს რა და რო ებაზრება ლიფონავას გონია რომ კრეატიულ პონჩი ეუნება რომ მოდი ასე ხო არ ვქნათ და აი აქეთ წავიყვანოთ რა რომ ბოლოს დრამატურგიულად რა ეგ გონია ლიფონავს და ჩვენ უსმენს ძალიან ყურადღებით რა და მე ეუნება რომ კაროჩე ეგო და ეხა ეგრე არ არისო რა მე უბანში ვცხოვრობო და ამ ქალაქში ვცხოვრობ თუ რაღაცა და აი მან დაარტყა ლიფონ რაო და ანუ მე ეგ სიტყვები არ მეკუთვნის და არ მითხრას იმიტომ რომ ეხავს თუ რაღაცა და იქ შეყვარებული კაროჩე გამოშტერდა ტიპი ანუ არ მიგვის რა ეხა საქართველოში ბევრი რამე. ხო, ნუ ეხა ანუ მსახიობისგანაც მოდის სირთულეები, მაგრამ ჯგუფის აი იყო ტენდენცია ეხა რა ვიცი, ძალიან ადრე მე როგორც გამიგე რომ თეატრალში არ ჩააბარო, იმიტომ რომ მე მითხრა მამაც შემო. იქო ბოზები სწავლობენ. ბოზები. კი, არ გიდა იქ ბოზები სწავლობენ. ბოზები არიან იქ. ხო, რატო ვერ ეხა აღარ არის ეგრე მამად. პირიქით თუ ბიჭი ხარ, უნდა ისწავლო. ხო, ნუ ეხა სისულელი შეცემა, აიცა კაცო. არ ვიცი რაღაცეების დანგრევა. ნუ სწორად წავიდა ყველაფერი. რა გინდა, ცოტა აზე მოვედი, ცოტა გავითალეთ, ლაკი გადაგვესხა და შენიერი ისევ რაღაც. ჩავთოთის ბოლო ვიდეო არის. არა, ბოლო 2 ვიდეოა კიდე, ერთი არის
დენდიზე დენ შენ რომ მეუბნებოდი რომ რაღაცა დავითრიეო თუ რაღაც არა ხო მე მაშინ მახსოვს მე ანუ ეს შენ ქონდა დენდი უბრალოდ გავიხსენოთ გაასწოროს სადღაც გადამეყარა და მუსიკა გახსოვს ეს მუსიკა ტანკები კი ნადირობა ნუ მარიო მაგრამ მარიო მოყვებოდა კი სუპერ მარიო კი ბატონო ქონდა შენ დენდი როგორ არ ქონდა ბიჭო არ გენატრება ის დრო რა ქვია ეგ იცი რა იყო პატრიკ სუეიზი და მოჩვენებიდან ხო მა ელვის პრესლი ეს არ მახსოვდა ეგეთო არა ის მაგარი ის მაგარი ტიპი არ ვიცი მაგაზე შეიძლება გადაობა ორა გარადუ ეგ მაგარია ისომის ხო ორა გარადუ თუ მე კი პროფილში რო გაიხედრო არ ჩანს წელი თავი ორა გარადუ ოფლიანი როათა ორა გარადუ და იმათაც რამხელა სიყვარულით უყურებენ ბიჭო ეგ ვაფშე ეგ ცოტა კიდე სხვა პონტია რა მაგრამ ეს ტრენდი დაამოღა მე TikTok-ზე რო იჩდება ხოლმე რომ რაღაცა ქორწილებში რო ტიპები გამოდე და ეკოიანი ხმით რომ ღერიან აი რა ხელის რომ მიდის და რა ეს სულარი ხო ამოგი შახები კი არა და ბუჭო და ხომასურიძე ოღონ ნუ რაღაცა არ ვიცი რა ტრენდია მე მაგას თუ გავაცნობ ერთხელ გავუშვათ იმიტომ რომ ვერ გავიგეთ ხალხს ეცოდინა ხო ფანოღებს და რაღაცებს უხდება რა ხო დენდი კაი ეგ გავიხსენეთ და მაგაზე უბრალოდ ერთხელ აუცილებლად მინდა რომ გავაკეთოთ ბიჭო სადღაც შემხდა ვიდეო სადაც გაერთიანებული იყო 90-იანი წლების ყველა ატრიბუტიკა აი ტურბო დონალდო ფინალი დონალდო თელი ეს ყომარების თემა შოკოლად პიკნიკი ხშირად ვახსენებ ხოლმე მაგ ეს სენტიმენტები მაგ დროზე რა რაღაცები ზუკო იუპი პეპსი კოლა ხო ეგენი გლასე შენ დაგილევია გლასე მოესწარი გლასეს აუ არიცი მაიც ეს უნდა მოუყვე რა კანაპეში ვზივართ რა და მე და ვაკაჭი ეს არის 53-ის მე 53-ის და ვიღაცა ხალი მოდის გაგვეცნო რომ აია ვიღაცა რა და გვიყურებს და ვაიმე შვილებო როგორ მიყვარ ხართ გიждები ჩვენ გავიმარჯვებთ და რაღაცებს გვემებარა ამ დროს უყურებს ამას და ბავშვი ვაი თქვენი მათაობამ თქვენ უნდა შეცვალოთ ყველაფერი თქვენი თაობა გაიმარჯვოს და ამას ეუყურებს 53-ის კაცია ხო ხდები გამოვშტერდი ქალბატონო არ არის პატარა თქვენ აგეხსომებათ მაგრამ თვითონ იყო 56 ან 3 წით ამაზე დიდი იყო და თან ეუბნება თქვენ აგეხსომებათ მაგრამ 94-ში გეხსომებათ შეჩევა კაც ეკი არა ისახსოვს ბრეჟნევი რო ესე იქნება ხელს ბრეჟნევი როგორ არის მეღადავი მოვიდა ერთი ნახევარი საათი გვებაზე ჩამოგვიზდა ბრეჟნევზე დაჟე რა მახსოვს იცი პირველ მაისს მე ვცხოვრობდი აკადემიკოსების სახლში სპორტის სასახლეს აი დოლიძის კუთხე კოშკში და იმ კოშკში მეხუთე სართულზე და საკმაოდ ძალიან დიდი პანორამა ეხლა სახლები აშენდა მე მაგრამ დიდი მოედანი იყო ყვავილებით იყო რაღაც ეს მოედანი სავსე ეს აიღეს რომ ტანკებს უნდა ჩაევლოთ აქეთკენ იყო ტრიბუნა პულის მაღაზია გადააკეთეს რაღაცა იმათ რეანიმატოლოგიურ რაღაც განყოფილებად რომ ეს რო ჩაიფსავდა ან ჩაიჯვავდა რა ვიცი ბრეჟნევი უნდა შეეთრიათ და დაეკაჩავებდნენ კაროჩე რა იქითკენ იყო რაღაცა დიდი ვარსკვლავი სადაც მარშიროვკებს ეძახდნენ და ბავშვები საწყლები რაღაც დროშები ხეთ მიყავდა სასტრაფოები იდგა უყურებდი ამ ყველაფერს რომ მზეში ქონდათ ვარჯიშები და დენ დაარტყავდა მზე მოვიდა და ერთი დღეში 7 ბავშვი გადიოდა იმიტომ ვარ ცოტა ისეთ თაობა რა და კაროჩე და ეს ბრეჟნევი და ჩვენი დღესაც კაროჩე 1 მაისია უკვე მაინტერესებს მანამდე ღამე ეს დადიანეს სულ დახაზული გაფუჭებული იყო იმ თელი მოედანი დადიანეს ტანკები სასწაული ხდება რა და მაინტერესებს ეხა პატარა ვარ რომ მინდა რომ ეს ფანჯარაში უყურო ეხა რა პარადია რა აღლუმია რომ მაშინ პარადი ერქვა და ფანჯარასთან ბიჭო ვიღაც სალდაფონები დააყენეს ავტომატებით ამოვიდნენ ესე იცი შეიარაღებულები როგორც მაშინ პირველად ვნახე სპეცნაზის ზმანზე კლიენტები ერთი აქეთკენ ოთახში მეორე საიტკენს გადიოდა და პატარა ბავშვი არ მიმიშვეს ფანჯარასთან ნატო რავი მაგათი დედას რო შევეცი რას გეცე რა იყო რა ჩემთვის არ არის დამენახა რაღაც შემეხედა არა რა შენც მაო კოშკში გაზრდილი კაცი ყოფილხარ კოშკში გაზრდილი კაცი ვარ ხო მაშ აუ არიცი ბიჭო მე მაინც მე სანამ გაგძლებ ერთი უნდა მოუყვეც მაო ყველა ერთ-ერთი აი ხა სონის იმას რო ჩავრთე რა სონი რა იყო და დენდი რო ჩავრთე მაგაზე გამახსენდა ამ რაღაცას მე ახსნა ვერ მოუპოვე
მართლა გეუბნები დღემდე რა, აი ბიჭო ადრეც მოყოლილი მაგ მიწისქვეშაში თამაშობდით სონის აი ეს აჰანა დეშმათა და რაღაც ის რო ძველი ფეხბურთები აი რობერტო კარლოსი წინ რო არ უნდა დააყენო იმიტომ რომ სუდი გრაფიკები ჟილკობა იყო თუ რაღაც აი მეორე ის იყო აი სონი 2 რა დროა იცი ნაცრისფერი რო იყო იცი რა დროა ეგეთი გამოთქმები რო იყო დოყელა და რაღაც აი იმდენად ძველი თემა არის და ეხა სადაც ის არის რა პიქსელის შენობა არის მანდ მიწისქვეშა გადასასვლელში თამაშობთ რა ჭედოს ხო იცნობ ჭედოც იყო ხოლმე მანდ რა და ბიჭო შუა ფეხბურთის თამაშის დროს უცებ ძალიან მეფსია რა და იქ არსად არ არის მოკლედ რა ტუალეტი და რამე არ არის და გიჟივით გამორბივარ იქიდან და ავდივარ ამ მიწისქვეშიდან ზემოთ და მე ნუ აი საწავიდე შევტეხე იქით არკარო არის იქ კორპუსებისკენ რო გადიხარ და იქ არის ფარეხები და იქ ფაქტიურად იმ ფარეხებთან რომ მიდიხარ უკარო გადაიხადო მზიურია რა და ოღონდ როგორ ვარ იცი აი ზაროქებს იქ მოვასწრო და ეს ფოკუსი რო გაქვს ჯერ არეული ხო იცი იმდენად ისე რომ ვახ მეთქი მოვასწარი ბიჭოთ რაღაცა და თან ფიქრობ აი რო აღარ ფიქრობ უკვე რა ადგილას შვები მაგას ვინმე ხედავს არ ხედავს აღარ არის ეგენი გაქრა რა გადარჩენისთვის იბრძვი და ეს ფოკუსი ნელ-ნელა ესე სწორდება და კაკრას მაგ დროს გავიფიქრე რომ მეთქი ვაიმე ბიჭო აბინო ხوار დამინოს გასწორდა ფოკუსი და უცებ აწერია რა ფარეხს ილო აქ არ მოფსა ბიჭო აი დღემდე ვერ ხვდები ვიჭყლიტავ ტვინს და ვერ ხვდები რა არის ეგ ანუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ერორი რა არის დამთხევა ეგეთი ან რავი თუ სასწაულია ცოტა სხვა ფორმით სასწაული გამოუშვა სამყარომ ჩემთან ახლა ჩერეს მე უფრო არისი დამემართა ვერ დღემდე ვერ ხსნი აი მაგაზე მეტი დამთხევა დოყელაზე და მაგაზე დამთხევაზე გამახსენდა ხო არის რაღაცა მძღრეში ფეხს ჩადგა ფულსი შოვი აი დოყელას პერიოდია რა. აუ რა დრო გამოვიდა რომ რეებისი მედი ქონდა. კაზაკი რაზბოინიკი არის ეგეთი თამაში. თუ გახსოვს პაროლი თქვი და არ ვიტყვი სისხლიანი დანა და რაღაცა პაროლი და ესე ხელი მოკიდე ჯოხს და რაღაც სისულელე პაროლები და გამითხრეს რომ მოკლედ სისხლიანი დანა და გავიქეცი კიკეთში და გავბივარ. არჩი ნაწვიმარი იქ სულ რაღაც ისეთი ამი ტყესთან ახლოს და ბოტებში ვარ ბოტები მთავარია რომ არ დავსველდე და სუფთად ვიყო და გავბივარ და სადღაც ბუჩქებში გადავახტი ამ ბუჩქებს ჩავიკუზე და ჩუმად გავიხედე ვიძირები ვიძირები და სად ვარ ნაჩეჩმა ძველი ტუალეტი იყო რა ალბათ და ის კარჩე დაინგრა ძღრეში ვიძირები შეჩემა რა სიძახ და აი ესე უკვე და აი კარჩე მივდივარ აი ეს პატარა და უკვე აი ვატყობ რომ ვეღარ ამოვდიო ის ბოტი ხო გაიჩიტა ის ბოტი რომ ამოვიღე და ეს ძღნე ეს ხო ამოვიღე და მეორე მინდა რომ დავაწვე მაგრამ უკვე ის ბოტი დავკარგე ჩავედი აქამდე და კარჩე და აი კარჩე და აქეთკენ და აი და კაბდა მეორეც ბიჭო და ეს ბოტები ქემაც იჭერდა და წავედი ბიჭო აი ესე ამოვედი და უკვე ტორსი აი ზევით ვარ ესე და აქედან უკვე იქნებ ვინმე მოდა და მეთქი სისხლიანი დანა სისხლიანი და ყვირი რომ მეთქი მომაქსი აი ჩემი დედავატი და ეს თმებით რო ამომიღე ერთი ნუ არავინ არ მეკარებოდა რა ერთი თვე რას მეკარებოდა გახარებული ფულსი შოვის და მეც დამემართა მოიცი აი ჩემ ფეხები შენ ფული კი არას მო მილიონერი უნდა დავხტარიყავ ისეთ რაღაცას ესით რა ისე დონეში ვარ ჩავარდნები ხრა რატო არჩე მე 6 კლასში ვარ რა და ის სიტყვას არ ვაჭარ მე 6 კლასში ვარ მივდივარ ბროსეზე ხო სწავლობდი რა ჟისტოელი ვიყავი და მივდივარ აი ხა ბროსეზე და უბრალოდ მორჩი გაკვეთილებს ის პაპკები რო იყო რა და ეხლა წავიდე სახში და ეხა ყოველთვის არ ქონდა ისე 50 თეთრი თუ რაღაცა იქ მარშრუტკის გადაგდება კიდე არ დაიტენა ჩემი ის წვალება იყო რა მარშრუტკის გადაგდება რო კიდე და მძღოლი უნდა შეგერჩია კეთილი გარეგნობის რო მთელი ანუ არტის დონეზე იყო აყვანილი ეგ რა უნდა ხო და ნუ მოკლედ წავედი ტროლეიბუსით რა და სანამ ხან ტროლეიბუსში ჩავჯდები ოღონდ რა ხდება სკოლიდან გამოდივარ ამ პაპკას ვათამაშებ და აი პირველ სკოლასთან რომ მიწისქვეშა ჩასასვლელი რა ხო მივდივარ ბიჭო და ჩავედი ამაზე რა და რო გავდივარ ამ მიწისქვეშაში ერთი სამინაბიჯი გადავდგი და ისე მივდივარ რა ანუ აი პაპკით რაღაცა და უცებ ბლომპ და ის ყოფილა თურმე აღებული ლუკი ყოფილა აღებული და პირდაპირ ჩავარდი მაგ კანალიზაციაში შეჭე წარმოვიდგინე იქიდან ამოვდივარ და გამივდივარ ეხლა და შენ ბიჭო მე ქუჩაში ვარ რა ხო ხტები რა და იქით გაჩერებაზე მოპირდაპირე გაჩერებაზე ვდგავარ ძმაო ველოდები ჯერ ხალხი როგორ მიყურებს იქ აი ავედი ტროლეიბუსში ხა ფეხით ხო არ წავიდოდი მაგ მდგომარეობაში
და ისედაც ხო სუჭყლეტვა იყო იქ, მაგრამ აი იმ ჭყლეტვაშიც კი შუაში ვიყავი მე და დანარჩენი ხო ყველა გაწეული ესე. და აი რა სიცხული ვჭამე იცი და ანუ რა სტრესი გამოვიარე ეგ ერთი წელი ცუდად ვიყავი შეჩემ ანუ იმის გამო კი არა რომ იქ ჩავარდი იქ იბანავებ მაგრამ აი ის რომ მახსენდებოდა რომ მე რა ჭირს ამ ჩუჩულები და ასუნია აუ შოქში ვიყავი ხო ასე რომ მე ყველაფერზე მახსენდება რითი ვართ დაკავშირებულები ერთმანეთთან ხო აი ორწნერიან ხო და ორივეს გადაგხვდა არა მე ხო ყველაფერი მახსენდება და მამაჩემს აქ მოყოლი რომ რაღაცა პრეხანოზე ჩხუბობთო რაღაცაო მეო ჩემი მაკაცი რაღაცა და ვიღაცებს დავეჯახეთო და ჩხუბობთო რა და ამ არ ვიტყვი სახელს საკმაოდ ძლიერი სპორტსმენი ესეთი ლიჟნიკი მაგალი კაცი და თურმე ესეთი რაღაც მოხდა რომ გაუთიშია ეს ტიპი ვიღაც ბახბუხ დაავარდა მეორე დახდუხ დაავარდა და ლუქს ესეთი ლუკები მოთხილამურე თქვი მაინც რო ზოგს მოთხილამური არის ხო მაგრამ არ ვიტყვი სახე და ეს ლუკებს ეს ხელი მოკიდა და ამ ლუქს იღებს რა ეს ლუქს და მამაჩემ იფიქრა რომ კაროჩე ურტყავს დაბრიდავს რა ეხლა ეს რომ რამ ამხელა ხო ასე ხა და რამ სიმძიმე და ვაიმე ეგ რა შვები რასაკეთებო და ძღნერს უნდა გავაყოლო ამ დედაც მოკლ იგნიგდო და ჯაგდება ესეთი ისტორიები არის რა კი კაცო ისენი გამოვყო როცა იმდენი წელი გაქვს ნაცხოვრები რა ჩვენ და გამოვლილი გაქვს ის პერიოდები რა ჩვენ ყველა თემაზე გაგახსენდება მართლა რაღაცა ასე რომ გასაკვირი არა არიან ტიპები ბიჭო კიდე ერთი ვიდეოა და გაუშვათ ის ვიდეო მიკროფონის აუ ძალიან მაგარი ეგ ჩემი ლუბი აი გაუშვათ მაგრამ მიკროფონთან კი სად გააძრეს აი არ ვიცი რა ბევრს არა აქ ეს ნანაკი და არც ეკნება მაგრამ მე თან ვერ მივხვდი პირველად რო ყურე ამ სიმღერას კაია ტიპაჟი ნახე რა მაგარია როდ სტიუარტის პრიჩოსკეთ ნახე ეხლა რა დაემართება ნახე ია ის თან დაითვლის აინც 80-იანი წლების კარგად დააყო ზიგი ნახე ეს მო Ой, bitch. ეს არის აუდიო მინეტი. იმედია გადარჩება ეს ქალი რა. იცი გადარჩება კიდე გადარჩა იმედია. ხო და მინეტზე გამო ცივი მოიგონა იმ მინეტი, ცივი მოიგონა. იტალიაში ვიღაც პოლიტიკოსი იცი ანდრეა მინეტი. და ვინ მოიგონა? ვინ? რუსალკებმა. რატო? ფუჩუ არა. რუსალკებმა. ქალთევზა. ბიომაც. აბა, ეგ არ ვიცოდი. ანუ ეგ არის წარმომავლობა. ბაქედან რა. ასე. მე მგონი, კაროჩი, ჩვენ რა უნდა ვქნათ, იცი, ჩვენ კი არ ნავარჩიეთ ხოლმე ვიდეოები. თაზოს უნდა ვთხოვოთ, რომ თაზო მაგვიჩიოს, იმიტომ რომ სასწაული ხო. ჩვენ არ მოგვეთხოვება. და ხო, ხალხმა თავისთავად გამოუშვას. თაზო რაღაცები გამოგვიწერა, მე მგონი. თუ არა. ხო, ანუ unboxing-საც შეეხება, ეხა უკვე ბოლოსკენ გავდივართ, შეგვიძლია ნელა დავასრულოთ. და unboxing-საც შეეხება, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წინაზე ვთქვი და არ მინდა რომ ბერჯერ განმეორდე, თუმცა ახალ-ახალი ტიპებიც ხო გვემატებით და პირველი ეპიზოდი იყო მხოლოდ და მხოლოდ ანონსი, იმისი რაც ვაპირებდით. დღეს უკვე რაღაცა ვიდეოები რაც შეხვდა და რაც მოვნახეთ, ჩავაგდეთ, შემდეგიდან უკვე თაზო შეგვირჩევს ხოლმე, რომ არ ვიცოდეთ რა ვიდეოებია და ჩვენ ცოცხლად ავარიაქტოთ მაყურებელთან ერთად. ესენი ასე თუ ისე ჩვენი შერჩეული ვიდეოებია და აქედან გამომდინარე ანახი გქონდა. ხო და თქვენს გამოვუშვით რა, ანუ ისეთი ვიდეოები ნებისმიერი ჟანრის, სასურველია რომ სახალისო იყოს, რა თქმა უნდა, გამოვუშვით კიდევ ერთხელ თქვენ აი როგორც ვაკაჭის ვიდეო რო დავდეთ ეხლა დანით რომ აიმუნებდა რაღაცეებს ეგეთი რავი ეგეთი ჟანრის კი არა ანუ თქვენი მონაწილეობითაც იქნება თუ უფრო ვირუსული ვიდეოები რომელიც პოპულარულია და რა ვიცი რომ ხედავთ სახალისოა და ჩვენ შეიძლება მაგეთი სატოპკე მოგვეცეს და რაღაცებს ვიღადოთ გაასწორებს და ერთად დავარიაქტებთ შემდეგი გადაცემიდან უკვე აუცილებლად გვეყოლება სტუმარი აი უეჭველი და ასევე თუ მოვასწარით და იმედია მოვასწრებთ თაზო ნუ მოდი პროდიუსერი დაუძახოთ. პროდიუსერი, ჩვენ პროდიუსერი თაზო. პროდიუსერი თაზო აუცილებლად შეუკვეთავს თემაზე ჩვენთვის ისე რომ ჩვენ არ ვიცით. ხო, და ჩვენ unboxing გავაკეთებთ. და მე ჩვენ unboxing-ს გავაკეთებთ. მეც მინდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ სანამ დაგემშვიდობთ ეს შენ არ იცი, მაგრამ გუში ბჭობდით ასე ვთქვათ რაღაცა გადაცემაზე, ნუ როგორ რაღაცა და რაღაც ისტორია მოუყევი თვით ირონიაზე და ნუ მაგრამ ეგ არ მოყვეო, მაგრამ მაინც მოგვიყვები და ამას თუ ამოჭრეს, ვერ ამოჭრეს რა, მოკლედ ეცეთი ტიპი იყო, გარინჩა, საწყალი გარდაიცვალა, მაგრამ
ექსკლუზივი მომცა თვითონ. ნუ ენა ებმეოდა როგორ იცი, აი მაგალითად როგორ გითხრა რომ აი ხო არის მიკროფონი. ვერ ამოჭრი. აი ნახე. თუ კიდე TikTok-ზე და მოყევი შენ კაცო. ხო და არის გადაობა, ტიპი გადაობდა თავის თავზე რომ აი თქვა არის მიკროფონი და მიკროფონი ხო და ჭუდან იწყებდა, ანუ ვაფშე სხვა ასოთი იწყებდა და ერთხელ პახმელიაზე ვარო და თვითონ ცხოვრობდა მაღალ სართულზე მე-16 ცხოვრობდა მაგარი პახმელია მაქონდა ლიფტი შევედიო ლიფტი გაიღო და მივიდივარო დავლიოდე რომ დავაჭირო ყველგან ჩერდებოდა ეს ლიფტი და სადღაც მე-11-ეზეო გაჩერდა და მეზობელი შემოვიდაო და მომელიდაო სუნისო და ესე ავაკეთეო ეს რომ სუნი არ ეგზროდა კითხო რომ გაჭისო რა გრიპი ხო არა გაქვს და მინდა უთხრა რომ პახმელიაზე ვარ და დავიწყე რომ არა პახ და ამასობაში ჩავედითო ლიფტის კარგი და იმან დედედე მიყარა იმანა ხო თელი ბავშვობა ეგრე მაგადარებულს ჩემ პაპა ხო და იმან პახ დედედე ხო, მოკლედ გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას ტელევიზიონში კული ესე. არა, ანუ დავამშვიდობოთ ხო. დავამშვიდობთ, თაზოსგან ველოდებით. თუ ჩამოვიდა ეხლა და თუ დროზე მოესწრო. ხარი რომ გამოიწერო ნარხი და დაგვალაიქო. ხო, გამოიწერეთ არხი და დაგვალაიქეთ. ჯიგარი ხა. ეს კარგი, ხშირად მოგიწევს ხო. ეს კარგია, ეგ. და მე მომენდე რა, მე აგიხსნი რა არის. ეგ რა არის, აი ეს. არაფერი შეცემა რომ არხი გამოიწეროთ რა, როცა ჩვენი ახალი ეპიზოდი დაიდება, ამოუხდება ხალხს და ნახავენ რა. ხო და ანუ აი მე მგონი გვიყურებენ უკვე რა. არა, ხო და ანუ კიდე რა ვიცი რა, თუ გამოიწერ არხს, როცა ახალი ეპიზოდი დაიდება, ამოუხდება. თუ არ გამოიწერენ, არა და ისე შემოვლენ ხოლმე მაგრამ. მოკლედ მეგობრებო, დაგვალაიქეთ, დაგვა subscribe-ეთ და შემდეგ ეპიზოდს დაელოდეთ. ხო, მაინც ერთი წამით ეხა ვემშვიდობები, ჩემი ცოლის ძმა ერთი წამით. ხო. აბა გემშვიდობებით, კარგად იყავით. გემშვიდობებით და მალე შევხვდებით უკვე სტუმართან და ახალ რუბრიკებთან ერთად დროებით.